თქვენ დაინტერესდით ინვესტირებით და ახლა გსურთ შეიძინოთ თქვენი პირველი აქციები. ზუსტად ამ დროს მრავალი გაურკვევლობა ჩნდება. არ იცით, რომელი აქცია იყიდოთ და რა ფასად. გეშინიათ ფულის დაკარგვის. ფიქრობთ, რომ ინვესტირებაში არაფერი გაიგებათ და ეს სფერო თქვენთვის არ არის. მეგობრებო, დღეს მინდა წარმოვიდგინოთ ფინანსური პროდუქტი, რომლის შეძენისას არ არის აუცილებელი იყოთ ექსპერტი. ბოლო 100 წლის განმავლობაში ეს პროდუქტი საშუალო წელიწადში დაახლოებით 10%-ით იზრდებოდა და დღემდე აგრძელებს ამ ტენდენციას. ჩვენ ვსაუბრობთ გაცვლით სავაჭრო ფონდზე, ინგლისურად Exchange Traded Fund, ანუ ETF-ი. ამ სახელწოდებამ არ შეგაშინოთ, რადგან დღევანდელ ვიდეოში მინდა უმარტივესი გზით აგიხსნათ, თუ რა არის ETF-ი, რატომ ყიდულობს მას ინვესტორთა დიდი ნაწილი და რატომ არ არის აუცილებელი დიდი ცოდნა იმისთვის, რომ დაიწყოთ ინვესტირება ETF-ებში. დღეს, როცა ფინანსისტებს უსმენთ, ხშირად გვჩება შთაბეჭდილება, თითქოს ისინი ცოდნის მწვერვალზე არიან და ჩვენ ამას ვერასდროს მივაღწევთ. ეს შთაბეჭდილება ხშირად იქმნება იმიტომ, რომ ფინანსისტები იყენებენ რთულ ტერმინებს. ხოლო დღევანდელ ვიდეოში მე შევეცდები უმარტივესი გზით აგიხსნათ, რაც გასაგები იყოს, თუ რა არის გაცვლითი სავაჭრო ფონდი, იგივე ETF-ი, რატომ არის ეს ფინანსური პროდუქტი პოპულარული ინვესტორებს შორის და ვიდეოს ბოლოს გაჩვენებ თუ როგორ შეიძლება მისი შეძენა. მოდი ჯერ გავიგოთ რა არის ETF-ი. ეს არის საინვესტიციო ფასიანი ქაღალდი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა აქტივებს, მაგალითად აქციებს, რომელზეც ვისაუბრეთ ჩვენს არხზე, ობლიგაციებს ან სხვა ინსტრუმენტებს. ის გარკვეულწილად ჰგავს ურთიერთდახმარების ფონდს, მაგრამ აქვს ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება. ETF-ი ივაჭრება ბირჟაზე ზუსტად ისე როგორც ჩვეულებრივი აქცია. უფრო მარტივად რო ვთქვათ, ETF-ი არის ფინანსური პროდუქტი, რომელიც იმეორებს კონკრეტულ ინდექსის, სექტორის ან აქტივის ჯგუფის შედეგს. ამ პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ ონლაინ ბროკერის, ანუ შუამავლის მეშვეობით. არსებობს სხვადასხვა ტიპის ETF-ი. სასაქონლო, მაგალითად ოქრო, ანუ ოქროზე დაფუძნებული ETF-ი, ინდექსური, მაგალითად S&P 500, რომელზეც 2 წუთში ვისაუბრებთ ამავე ვიდეოში, სექტორული, მაგალითად ტექნოლოგიები, ანუ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ETF-ი, სავალუტო და სხვა. ETF-ი, როგორც უკვე ვთქვით, არ ასახავს რომელიმე ფონდის ფასს, არამედ მიჰყვება კონკრეტული აქტივების ჯგუფებს. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რატომ არ ყიდულობთ პირდაპირ ფონდს და რატომ ყიდულობთ ETF-ებს. ფონდის ყიდვა შესაძლებელია, მაგრამ ზოგიერთ ფონდს აქვს მინიმალური შესატანი თანხა, რაც არახელსაყრელს ხდის დამწყებებისთვის შეიძინონ ფონდები. ისინი არ ივაჭრება დღის განმავლობაში და მათი ყიდვა-გაყიდვა ნაკლებად მოქნილია. ხოლო ETF-ი შეგიძლიათ იყიდოთ ნებისმიერ დროს სავაჭრო საათებში, შეგიძლიათ დაიწყოთ მცირე თანხით ასევე და ეს არის უფრო ლიკვიდური და მარტივად გამოსაყენებელი, რაც ნიშნავს, რომ თუ დაიწყებთ მაგალითად ETF-ების ყიდვას, ასევე მათი გაყიდვა შეგეძლებათ უმარტივესი გზით, რადგან ბაზარზე ყოველთვის არის ადამიანი, რომელსაც სურს მათი ყიდვა. ეს ნიშნავს, რომ ლიკვიდურია, ანუ მათზე ყოველთვის არის მოთხოვნა. ახლა გადავიდეთ ვიდეოს მეორე ნაწილზე და ვისაუბროთ თუ რატომ არის ETF-ი პოპულარული და შედარებით უსაფრთხო. პირველ ნაწილში ვთქვით, რომ ასეთი ტიპის ინვესტიციები ისტორიულად იზრდებოდა, მაგრამ მნიშვნელოვანია დავაზუსტოთ. ETF-ები თვითონ 100 წლის ისტორიის არ არიან. ისინი გაჩნდა უფრო გვიან. თუმცა ხშირად ეფუძნება ინდექსებს, რომლებსაც აქვთ გრძელი და მომგებიანი ისტორია. მაგალითად, შეერთებულ შტატებში შეიქმნა ინდექსი, რომელიც აერთიანებს ქვეყნის 500 უმსხვილეს კომპანიას. ეს არის S&P 500-ის ინდექსი. ETF-ი კი არის პროდუქტი, რომელიც მიჰყვება ამ ინდექსს. ანუ, როდესაც თქვენ ყიდულობთ S&P 500-ზე დაფუძნებულ ETF-ს, თქვენ რეალურად ინვესტირებას ახდენთ ამ 500 კომპანიაში ერთდროულად. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ თქვენი რისკი არ არის დამოკიდებული ერთ კომპანიაზე, არამედ ნაწილდება ასეულობით კომპანიაზე. როგორც აქციების, ასევე ETF-ის ყიდვა შესაძლებელია საფონდო ბირჟებზე, ხოლო საფონდო ბირჟაზე გასასვლელად გვჭირდება შუამავალი, იგივე ბროკერი. მაგალითად, TBC ბანკი გვაძლევს საშუალებას გავიდეთ როგორც ნიუ-იორკის
საფონდო ბირჟაზე, ასევე Nasdaq-ზე. ორივე არის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟა. ხოლო აქვე გეტყვით, რომ Nasdaq-ი არის ტექნოლოგიური კომპანიების საფონდო ბირჟა. ძირითადად ტექნოლოგიური კომპანიები არიან წარდგენილი ამ ბირჟაზე. შემდეგ, როდესაც ბროკერს ირჩევთ, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება რამოდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს. პირველი, საკომისიოები. რამდენს გახდევინებთ ბროკერი ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვის დროს? მეორე, პლატფორმის საფასური, აქვს თუ არა ბროკერს ყოველთვიური ან წლიური გადასახადი ანგარიშის გამოყენებისთვის? მესამე, ხელმისაწვდომი ბაზრები, ანუ რამდენ საფონდო ბირჟაზე გაქვთ ცდომა ბროკერის საშუალებით? მეოთხე, ფრაქციული ინვესტირება. შეგიძლიათ თუ არა შეიძინოთ აქტივის ნაწილობრივი წილი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე კაპიტალით დაწყების დროს. დღევანდელი ვიდეოსთვის ეს იყო ყველაფერი. თუ მოგწონთ მსგავსი ტიპის ინფორმაცია, მოიწონეთ ვიდეო, ეს დამეხმარება, რომ მომავალში შეგვქნა კიდევ უფრო მეტი მსგავსი მასალა. დროებით შემდეგ ვიდეომდე.